გამარჯობა მეგობრებო, არ გეგონათ რომ AI-ის მიერ გაცოცხლებული კახა ბენდუქიძე გესაუბრებათ, მე ვარ სათვალეებიანი ბრედ პიტი, როგორც ერთ-ერთმა კოდსპოტმა მიწოდა და დღეს მინდა გესაუბროთ ახალ კოდს პროპაგანდაზე, რომელიც ამ შემთხვევაში იმედმა დაიწყო და მე რამდენიმე ბოტთანაც ვნახე და ამ თემაზე ალბათ ბევრი ბოტ დეპუტატიც ისაუბრებს. ეს კოდს პროპაგანდა ეხება ამ შემთხვევაში სიძულვილის ენას ევროპაში და გაგრძელება არის მთელი აი ამ ჯაჭვისა, რომელიც გულისხმობს რომ შეიძლება ადამიანები დააჯარიმონ და დასაჯონ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო და ათხრევენ ამ ნიუს აქეთ-იქით იმედი, რუსთავიორი, პოსტივი, სხვადასხვა ინფლუენსერები, რომლებიც კოცობენ და სხვადასხვა კოდსპოტები, რომლებსაც ხშირად შევხვდებით ხოლმე. და ისინი ამბობენ, რომ აგეო ევროპარლამენტმა მოითხოვა, რომ სიძულვილის ენა აიკრძალოს მთელი ევროპის მასშტაბით. აქ მე მგონი მთავარი თემა ის არის, რომ უნდა შევთანხმდეთ რა იგულისხმება სიძულვილის ენაში და მე გადავწყვიტოთ, გაწყობთ ეგეთი რაღაცის საკრძალვა თუ არა, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ სიძულვილის ენა ეს არის, როდესაც აი მე გავბრაზდი რომელიღაც პოლიტიკოსზე და მასზე ვთქვი, რომ კრეტინი არის. და ახან მე გავბრაზებული ვარ და მძულს ეს არის სიძულვილის ენა და სინამდვილეში სიძულვილის ენა ნიშნავს ისეთ ტერმინს, რომელიც გამომდინარეობს და რომელიც შევაწყობელად არის გამოყენებული იმის გამო, რომ ეს ადამიანი რაღაც კონკრეტული რელიგიის მიმდევარი არის, სექსუალური ორიენტაციის გამო, ეროვნების გამო და სხვა მსგავსი ტიპის განმასხვავებელი ნიშნებით. აი მაგალითად, სიძულვილის ენა არის თუ მოусმენდით დიტო სამხარაძის ჩანაწერს, სადაც ის საუბრობს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე, იქ რომ იყენებს ანტისემიტურ ტერმინს ზელენსკის მიმართ, ეგ არის სიძულვილის ენა. ან როდესაც მაგალითად შინაური ფრინველის აღმნიშვნელ არსებით სახელს იყენებთ ხოლმე იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკოსი აღწეროთ, აი ეგეც სიძულვილის ენა არის. თქვათ და გერმანიის თუ ევროპის მაგალითზე გაპრავდა და აკრძალა სიძულვილის ენა და თავისი დეფინიცია მისცა ამ სიძულვილის ენას ქართულმა ოცნებამ. თქვენი აზრით, იმ ქვეყანაში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მამა თავისუფლად დაიარება მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ბიჭს თავში ესროლა, ხოლო ნინო დათაშვილი და ზია ამაღლობელი 7 წლით უნდა გაუშვათ ციხეში, თქვენ თუ გკითხავთ კაცი, თქვენი აზრით, ეგეთ ქვეყანაში დიმიტრი სამხარაძე რო იტყვის ანტისემიტურ სიძულვილით მოტივირებულ ტერმინს და თქვენ რო რაღაცას იტყვით ვიღაცის მიმართ, ერთნაირად მოგიდგებათ სამართალი? ხო და ამიტომ ესე ბრმად იმის თქმა, რომ იქაც ეგრეა და აქაც ეგრეა, ეგრე არ გამოდის. ნუ მოატყუებინებთ თავს ამ ადამიანებს. კანონი შეიძლება სადღაც არსებობდეს, მაგრამ როგორ სრულდება ეს კანონი და რა ინსტრუმენტი არის ეს კანონი ხელისუფლების ხელში და რა შემაკავებელი მექანიზმი არის სასამართლოს სახით მაგალითად სახელმწიფოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კოცის მიერ აღსრულებულ კანონსა და ევროკავშირის მიერ აღსრულებულ კანონს შორის განსხვავება არ არის? მე ზოგადად ვთვლი, რომ ესეთი კანონი არ უნდა არსებობდეს, როგორც გერმანიის მაგალითზე, როდესაც ვისაუბრე, მაშინაც იგივე ვთქვი, იმიტომ რომ ნებისმიერი თავრობის და ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში არსებობს იმისი რისკი, რომ ვიღაცა ამას გამოიყენებს ბოროტად. მაგრამ რა არის ის, რაც მოქალაქეს აძლევს შანსს, რომ თქვა გავიგეთ, რომ თქვა შეიძლება გერმანიაში არსებობს ეგეთი კანონი, მაგრამ იქ როგორც წინა ვიდეოში ვისაუბრე, სასამართლომ ძალიან ხშირად შეაჩერა ამ კანონის აღსრულება და გადააგდო ეს საჩივრები, რომელიც მთავრობისგან მოდიოდა და ამიტომ იმ იქაურ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს განვითარებულ და დაალაგებულ ქვეყანაში, სადაც ნორმალური სასამართლო სისტემა არსებობს, იმას აქვს იმისი შანსი, რომ რაღაცა მექანიზმით შეაკავოს ამ კანონის ბოროტად გამოყენება ხელისუფლების მიერ. და თქვენ გააქვთ ამისი შანსი, რომ მაგ ხელისუფლების და მაგ სასამართლოს პირობებში ესეთი კანონის აღსრულება და თქვენ წინააღმდეგ ბოროტად გამოყენება რამენაირად შეაჩეროთ? არ გაქვთ. ამიტომ ესე უბრალოდ რომ რაღაცა კანონი გამოდის ევროპაში, ეგრე არ არის, ცოტა ღრმად უნდა დაუფიქრდეთ ამათ. დებილები ხო არა ხართ მართლა?